გელა, შენიშნე რომ ველოსიპედის ფეხსაცმელები მაცვია? რაღაც უცნაურად რო გაწიო ხედავ. უკვე იმზადები ვარ. კი და ისა ახალ ფეხსაცმელებს ტესტავ. პირველად უნდა ჩავიცვადა. რა ფირმისა? ანუ რატო არის განსაკუთრებული, იცი? ძირზე აქვს აი ესეთ სამაგრები, რომელიც უმაგრდება პედალს. და უფრო კარგი მოჭიდება გაქვს და არ ვარდება პედალთან და ქვემოდანაც ატრიალებ. კი. უბრალოდ კარგად თუ არ მოიდგე, შეიძლება რაღაც მომენტში უცებ გადაყირავდე. შეამჩნევდით ალბათ შევიცვალეთ ჩაწერის ადგილი, წვანე ადგილია. ეს არის ტერმინალის სივრცე ისე. ტესტავ სხვადასხვა სივრცეებს, სადაც უკეთესი გამოვანახოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ როგორ ახართ ლანა? კარგად, მადლობა და მადლობა მოწვევისთვის. მეორე რიგში მარის უნდა უკითხოთ დღეს საინტერესო დაცვია ემზადება ბათუმისთვის ეთყობა და ტესტავს რაღაცეებს და გითხარი რა ფეხსაცმელია ეს. ველოსიპედის ფეხსაცმელები მაცვია. ის შორტი მაცვია, რაც ველოსიპედზე უნდა მეწვას და ნუ ეს ჩვეულებრივ ზედაა, მაგრამ მე ველოსიპედის ზედას ვუჩამ, სადაც ესეთ უკან ჯიბეები აქვს და აქედან პირდაპირ ბათუმში მიდიხარ? კი, გოდერძის გავლით. საინტერესოა. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან მობრძანდით და მგონია რომ ძალიან საინტერესო საქმიანობა გაქვთ და ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთ-ერთი ჩემი აზრით ყველაზე ისეთი ცნობიერების ამაღლებაზე, ვინც მუშაობს ამ სფეროში და ძალიან ბევრჯერ შემხვედრია თქვენი ვიდეოები სოციალებში და სულ ფიქრობდი რომ აი რა კარგია რომ ესეთი კონტენტი არსებობს და ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს, ძალიან მიხარია. მე ვარ ლანა გიორგიძე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია York City-ის აღმასრულებელი დირექტორი. York City 2020 წელს შეიქმნა ანდრიას აპელდორნის მიერ. მან შექმნა ეს ორგანიზაცია იმისთვის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ემუშავებინა. თუმცა აქამდე წლებით ადრე 2016 წელს შექმნა ფონდი, რომელიც საჩუქრად გადასცემდა ბავშვებს და ოჯახებს სამგზავრო სავარძელს. როგორც ვიცი, თვითონ ამ პიროვნებასაც ჰქონდა ხო? როცა საქართველოში შემთხვევა, როცა საქართველოში მოგზაურობდა თავის ოჯახთან, რა მოხდა მაშინ? საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა 6 წლის გოგონასთან ერთად და არ იჯდა სამგზავრო სავარძელში ეს ბავშვი და დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 6 წლის ელი. როდესაც დაბრუნდნენ ისინი გერმანიაში, შემოწირულობებით, რაც შემოვიდა დაკრძალვის დღეს, გადაწყვიტეს, რომ ამ თანხით შეეძინათ სამგზავრო სავარძელი ბავშვებისთვის და სწორედ აქედან დაიწყეს ქართველ ბავშვებზე ზრუნვა, რომ ამის შესახებ საქართველოში მხოლოდ იმ ერთ დღეს არ იჯდა ის ბავშვი სავარძელში, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, იმიტომ რომ ჩვენთან არ იყო ეს პოპულარული სამგზავრო სავარძელი, მოთხოვნაც არ იყო, მიწოდებაც რა თქმა უნდა და ამის გამო ერთი დღე, ანუ ხშირად ამბობენ მშობლები, რომ მე ეს არ დამემართება, ეს არ მოხდება, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევაში ჩვენ არ გვაფრთხილებს და შეიძლება მთელი ცხოვრება ადამიანი იყენებდეს ამ სავარძელს ბავშვისთვის, მაგრამ ერთი დღე გადაწყვიტოს, რომ აი არ მჭირდება, არაფერი მოხდება. სწორედ ამ დროს მოხდეს სავალალო შემთხვევა. ჩვენთან სამწუხაროდ ბევრად უფრო ცუდად არის სიტუაცია, ნუ ეხლა რა თქმა უნდა იმ მუშაობის შედეგად და ასე შემდეგ უმჯობესდება, მაგრამ არათუ ქარსითიზე ალაპარაკი საჭესთან რომ სხედან, მაშინაც კალთაში უზეთ და რამდენჯერაც ეგ დამინახავს, აი ეგრევე რაღაცა ესე ვინთევი ხოლმე ძალიან უბრაზდები, იმიტომ რომ ანუ შენ თავს მართ უპასუხისმგებლად რო ხარ, აი შენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ბავშვს რო ესე იქცევი არის ძალიან გაუმართლებელი და მე ყოველ შემთხვევაში რამდენჯერად შემძლებია მithქვამს, რომ აი ძალიან უპასუხისმგებლობა და ესე მოქცევა საშინელება. და კიდევ ერთი რაღაც მინდა და უბრალოდ მithქვა ამასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად ერთი ძალიან კარგი წიგნია საგზაო უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც ახლა ვკითხულობ, კვლევების ნაკრებია, სხვადასხვა კვლევა სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული, მაგ კვლევების დასკვნებია, ესე რომ ვთქვათ, და მე ამაზე მსჯელობა და ანალიზი და მანდ არის ესეთი აზრი გაჟღერებული, რომ ზოგადად ადამიანები შეცდომოები არ არიან, ანუ შეცდომა მოგდის ყველას. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ იმ შეცდომის დროს რაც შეიძლება უსაფრთხოდ დავრჩეთ. გზების მოწყობაზეა ძირითადად ეს, რომ გზები უნდა იყოს ისეთი
რომელიც გვაპატიებს ამ შეცდომებს და მით უმეტეს აი ღვედით ესეთი რამეა რომ თუნდაც ჩვენ შეცდომა არ იყოს და სხვის შეცდომა იყოს და ცოტა დაგვეჯახოს ღვედი ამ დროს გვიცავს და ქარსითიც ეგეთი რაღაც არის არავინ არ გეგმავს წინასწარ რომ მანქანა დაეჯახება არავინ არ გეგმავს იმას რომ რაღაც უბედური შემთხვევა ანუ არავის არ გვინდა ეგ უბრალოდ წინასწარ რაც უფრო მომზადებულები ვიქნებით და მით უმეტეს ბავშვზე როცა საუბარი თვითონ თავის თავს ვერ დაიცავს ბავშვი და მაქსიმალურად უნდა იცადოს მშობელი რომ ქარსითი გამოიყენოს ეს უბრალოდ ჩემი პოზიცია ადამიანს რომელსაც არც შვილი ყავს და არც მანქანა მაგრამ და მოაიხა კანონმდებლობა რო შესაძლებელია ეგ დიდი ხანია დგას ერთი ის მინდა მოვიყვანო ფაქტი რომ 6 წლის წინ ჩვენ მუშაობდით ამაზე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მე ფაქტიურად ბოლომდე ვიყავით გასული და მე ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შეიცვალა ზოგადად საგზაო უსაფრთხოებაში და ტრანსპორტში ჩემი აქვეა მოგზაურობა დაიწყო ინგლისიდან და მაშინ როცა პირველად შევხვდი შუმახერს, მე შევხვდი ჰამილტონს, რო ვეკითხებოდი სიჩქარეზე ხა მეთქი აი ესე ამ კამპანია უნდა დავიწყოთ და თქვენ ქალაქში როგორ ატარებთ? ჩვენ ქალაქში 30-40-ით ვატარებთ. ყველა ნორმალური ადამიანი ის უპასუხებდა ჩემი. ხო, და ამაზე იმიტომ ამბობ რომ როცა ღვეძე დავიწყე მუშაობა, პირველ ნაბიჯებს რო ვდგამდი, ნუ ყველა ამბობდა რომ ქართველი ადამიანი არ გაიკეთებს ის განსხვავებულია ღვედი ტრადიციებს არ ყვევს, ღვედი ავადმყოფობას იწვევს, მაგრამ ფაქტი რა მოხდა 2010 წელს კანონი რომ მივიღეთ, იმის მერე მეორე წელსვე 300-400 ადამიანი შემჭირდა გარდაცვლილების რიცხვი, მერე გვინდოდა ორივე მხარეზე მიღება, მერე გვინდოდა ბავშვთა სავალებზე მიღება, მაგრამ იმდენი ცვლილებები მოხდა, შეიცვალა ბევრი რაღაცა. მე ისიც მოხდა რომ 2013-ში პირიქით რაღაც საგზაო მოძრაობაზე ჯარიმები შემცირდა, რაც ეხლაც მოხდა. მოკლედ ამ სფეროში იმდენი კანონია მისაღები რომ არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მთავარი კანონი ჩემთვის არის აი სავარძლების შესახებ, იმიტომ რომ დღეს რაც არის კანონი, არის ფაქტიურად გაუგებარი აღსრულება. არ აკეთებს საერთოდ? ჩანაწერი არის ასეთი, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვი უნდა იჯდეს სავარძელში ან მოზარდის მუხლებზე. მოზარდის მუხლებზე ბავშვის დასმა ნიშნავს, რომ ის კიდევ უფრო მეტი სიჩქარით გადაისვრის ავტოსაგზაო შემთხვევების დროს წინ და ბავშვის, ანუ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა 99% და მეტი დასრულდება ფატალური შედეგით. ანუ ჩანაწერი იმთავით უკვე შეცდომაა და ეს აუცილებლად შესაძლებელია. თუმცა მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით, რომ არ მომხდარიყო კანონზე თავის არიდება. ახლა მაგალითად გვაქვს, რომ წინა სავარძელზე არ შეიძლება ბავშვის დასმა. მაგრამ ხედავთ ასეთ შემთხვევებს, რომ მშობელი ზის წინა სავარძელზე და ბავშვი ყავს ფეხებში ჩასმული და მალავს პატრულისგან. ანუ ეს მშობელი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ეს კანონს კი არ, ანუ კანონის დარღვევა მისთვის არის ასაცილო და ფიქრობს, რომ ამით უბრალოდ პატრულს დაემალა ბავშვი და ბავშვსაც ტრენდი იყო ესეთი თუ ნახეთ, არ ვიცი, გავრცელებული. მე ვფიქრობ, რომ შეურაცხყოფე ბოდიში ამ სიტყვის სისულელე და დანაშაულიც კი არის, რომ მშობლები ბავშვებს ჩასვამდნენ ესე ფეხებში და ვითომ პატრული აღებდნენ, ვითომ ძაღლი იყო. ხო, რაღაც ხუმრობა. სერიოზულად ხო? აი ძალიან ბევრი ვიდეო ვნახე, ამაზე მივწერე ამ მშობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროც კი მოვნიშნე პოსტებში, გადაუგზავნე მათ, თუმცა ამაზე რეაგირება ეს ვრცელდებოდა და ვრცელდებოდა. სხვადასხვა მშობელი ამას თან ინფლუენსერები რო ჰქვიათ, ავრცელებენ. ეს ინფლუენსერები აკეთებდნენ ამან? დამწყები, ანუ ესეთი ინფლუენსერები ყურადღება მიექცეთ და მეტი და მეტი ნახვა ქონოდა ვიდეოს. ანუ ვიდეოს ნახვისთვის საკუთარი შვილის სიცოცხლეს რისკავდნენ და ბავშვებს აყეფებდნენ, ვითომ ეს იყო ძაღლი და მოძრავ ავტომობილში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მშობელი, რომელიც ამას აკეთებს, ამისთვის აუცილებელია კანონი, მაგრამ კანონზე თავის არიდებას უკვე ხედავთ, რომ ისინი ცდილობენ, რომ დაარღვიონ. იგივეა დაახლოებით ღვედებზე, რასაც ხედავ ეხა, როცა თითქოს უკეთიათ, მაგრამ ჩარჯობილი აქვს და ჩვენ ასეთ საუბრობთ, ყველას გონია, რომ რაღაც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ თანხებს ოჯახებისგან და აი ერთ-ერთი მიზეზია, ან რატომაც უარს ამბობდნენ პარლამენტარები, ვისთანაც შეხვედრა მქონდა და მქონია, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, რომ საქართველოს მზად არ არის ამისთვის, ფინანსები არ აქვს საზოგადოებას და ერთი შეკითხვა მიჩნდება სულ
ხო ამ ავტომანქანას ვინც ფლობს, ხო? საწვავს იმდენს ხმარობს, რომ ფულიც ექნება ბოდიში, მაგრამ ხო, და ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ მზად, ჩვენ საზოგადოებას არ აქვს ფინანსები. შვილი წარმოიდგინონ უბრალოდ ეგეთ ადგილს, როგორ შეიძლება უსაფრთხოებაზე რაღაცის გამო უარის თქვა, საკუთარი შვილებიც დაყავთ ქართლის გარეშე უმრავლესობას, ვინც მთავრობის წარმომადგენლები არიან და პარლამენტარები, მე მინახავ სოციალურ ქსელში მათი შვილებიც მგზავრობენ. უბრალო ფაქტები მაქვს, აი პირდაპირ სტატისტიკურად და ცდებით არის შემოწმებული, რომ აი 71%-ით, ხო? ამცირებს ფატალური რისკის შემთხვევებს ჩვილებში და მოზრდილ ბავშვებში 54%-ით. ანუ გამოდის, რომ რამხელა დაცულობა, როცა ამ უბრალო წესს, მარტივ წესს იცავ და ეს სავარძელის ყოველთვის ხო არ ყიდულობა, ეს შეიძლება ერთი ბავშვი და გამოიყენოს მეორე, მას გამოიყენოს და წლების განმავლობაში გამოიყენოს სწორად მოხმარების პირობებში და არგუმენტი, რომ ფინანსები არ აქვს სახელმწიფოს, ოჯახებს, ეკონომიკურად არ ვართ განვითარებული, მე მგონი ყველაზე სუსტი არგუმენტია და ძალიან ინფანტილურია, ძალიან უპასუხისმგებლია და არგუმენტიც ხო და მე არ ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, არიან პოლიტიკოსების ნაწილი, რომელსაც ეს არგუმენტები მოაქვს, მეორე ნაწილი არის ამბობს, რომ ადამიანი თავისით უნდა მიხვდეს, გაიკეთოს, ჩვენ რატო ვალდებულებ. ეს წარმოუდგენელია, რომ თავისით ყველა მშობელი მიხვდეს. არა, ჯერ ერთი კანონები და რეგულაცია ესეთ ელემენტარულ საკითხებს იმ დონეზე, რომ აუცილებელი იყოს და ეს რომ რაღაც მოთხოვნა რო იყოს, ეს 130-ზე მეტ ქვეყანაში უკვე სავალდებულოა და აი საქართველოს შემთხვევაში, როცა საუბრობდით, რომ აი ღვედის მახსოვს, ღვედის დროს ესეთი საუბარი იყო, რომ აი ღვედს რო ვიკეთებთო, უფრო არაუსაფრთხოდ ვიქცევითო, იმდენი მითი არსებობს და აი მითებზე მინდა გთხოვო. ხშირად და ყველაზე მეტად გვესმის, რომ აი ჩვენც ვიყავით ბავშვები და გავიზარდეთ ასე და არ ქონია ქარსითი და არ დავხოცილვართ. ამას წერენ მშობლები და ზოგჯერ ბებია ბაბუების თაობა, როდესაც საქართველოში 2 თუ 3 ავტომობილი დადიოდა. ანუ მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში. 2 მილიონი უკვე და 2 მილიონი უკვე ასულა და ამდენი ავტომობილია რეგისტრირებული, ამდენი ბავშვი იღუპება ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შეშმო პირი ხდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა იცხოვროს შეზღუდული შესაძლებლობებით და გვეუბნებიან, რომ ჩემ დროს არ იყო. და ან კიდევ ასეთი შემთხვევებიც ჰქონდა, რომ არ ესმით და გვეუბნებიან, რომ ამას ვინც გვაძალებს ჩვენ რომ ქარსითი გამოვიყენოთ, ისინი არიან ლესბოსელები. ჩვენ რაშუაში ანუ ტერმინოლოგია საერთოდ არ ესმის ამ ადამიანებს, რომ ჯერას ნიშნავს გეი და ლესბოსელი და საერთოდ ქარსითი რაშუაში ამას სერიოზულად ამბობ? სერიოზულად ამბობ, ხშირად მიხდება ხოლმე რომ დაუბლოკო ასეთი ადამიანები, ვინც ასეთ აზრებს აფრქვევენ და მშობლებს მოუწოდებენ, რომ არ დაიჯეროთ, ესენი ცდილობენ, რომ ბავშვი ჩაიჭირონ ამ სავარძელში, ანუ ქარსითმა რა უნდა უქნას ბავშვს, არ ვიცი, გარდა იმისა, რომ დაიცვას. გააგეოს ბოდიში, მაგრამ აი ძალიან მეცინება ეგეთი არადეკვატურობა. წაართვას ქართველობა, არ ვიცი, რაღაცაა წაართვას ბავშვს და ასეთებიც გაგვიგონია კი და ძალიან ბევრი ესეთი აზრი გვსმენია, რომ აი თუ ბავშვს შეუძლია მაგალითად ჯდომა დამოუკიდებლად, მას არ სჭირდება დაცვა. მას შეუძლია რომ იჯდეს ქარსითის გარეშე. ანუ ფიქრობენ რომ 6 თვის შემდეგ ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად იჯდეს. აი ამაზე მინდა კითხო. ეს მითები კიდევ ცალკე გადაცემა ჭირდება მითებს მართლა, მაგრამ აი რო აუხსნა ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, აი როგორ რო დაიბადება ბავშვი, მე როგორ რა სტანდარტის სავარძელი ჭირდება იქ რო აუხსნა? 0-დან 12 წლამდე აუცილებელია სამგზავრო სავარძელი. თუმცა ამაზე ძალიან ბევრი ესეთი უარყოფითი კომენტარი მოდის ხოლმე, რომ აი ჩემი შვილი ახლა 12 წლის ვაჟკაცი ჩასვით აბა ქარსითში. წარმოუდგენიათ, რომ ჩვილისთვის რაც არის ეს სავარძელი, რომელსაც კალათის ფორმა აქვს და ძალიან ესეთი დიდი დაცვა აქვს, 98%-მდეც კი იცავს, ის ერთგვარი ჯავშანია ჩვილისთვის. წარმოუდგენიათ, რომ 10 წლის ბავშვიც მასში უნდა ჩაჯდეს. რა თქმა უნდა, არა, სავარძელები არის კატეგორიების მიხედვით დაყოფილი. თუ ჩვილისთვის გამოვიყენებთ მაგალითად
არა უშავს. თუ ჩვილისთვის ვიყენებთ 0-დან 13 კილოგრამამდე სავარძელს, ამის შემდეგ უკვე ასაკობრივი სხვაობა არის სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის სხვადასხვა სავარძელი გამოიყენება. რაც შეეხება 8 წლის ასაკიდან უკვე გამოიყენება ერთგვარი ბუსტერი, ასამაღლებელი ბალიში, რომელიც ბავშვს ამაღლებს სათანადო სიმაღლეზე, რომ ღვედმა არ გაიაროს კისერთან და გაიაროს მკერდთან. იმიტომ რომ ბავშვებს არ აქვს იმისთვის მომზადება და მზაობა ფიზიოლოგიური, რომ ღვედი სწორად მოხვდეს, როგორც უფროსებს აქვს ეს და ამიტომ სჭირდებათ ასამაღლებელი ბალიში. თუმცა ჩვენ არ გულისხმობთ, რომ ბავშვი თუ 150 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლესაა 10 წლის, მას რა თქმა უნდა არ სჭირდება ეს სავარძელი, არ სჭირდება ბუსტერი, ის შეუძლია პირდაპირ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი. თან ჩვენთან, მაგრამ პრობლემა ისაა, თუ ბავშვი მაღალია და უკვე მიაღწია იმას, რომ უკანაც არ არის სავალდებულო უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. არ არის. ეგეც ცალკე პრობლემაა, რომ უკან არ ავალდებულებენ სამგზავრო ღვედის გამოყენებას, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა მშობელს აუცილებლად ვურჩევთ, რომ გამოიყენონ ღვედი, უკვე როდესაც ბავშვს აქვს სათანადო სიმაღლე ღვედის გამოსაყენებლად. თუმცა მშობლები რატომღაც ჩქარობენ, რომ ერთი კატეგორიიდან მეორეზე მალე გადაიყვანონ, მაგალითად 4 წლის ბავშვებს სვამენ ბუსტერზე, რაც კატეგორიულად არის დაუშვებელი. ერთი კატეგორია იმიტომ აკეთებს, რომ ფინანსების გამო ძირითადად, იმიტომ რომ ბუსტერი ძალიან შედარებით ბევრად უფრო იაფია ვიდრე სხვა სავარძელი და ცდილობს, რომ ამით დაზოგოს თავისი ფინანსები. მაგრამ ბავშვის თავს, კისერს, ხერხემას სჭირდება სპეციალური დაცვა და ის არ არის 4 წლის ბავშვი იმისთვის მზად, რომ იჯდეს ბუსტერზე. ამიტომ ეს ყოველდღე დაუშვებელია. თუმცა ზოგი მშობელი იმიტომ აკეთებს, რომ ძალიან უხარია, რომ აი ჩემი შვილი უკვე დიდია და გადავსვი სხვა კატეგორიის სავარძელზე. არის მესამე კატეგორია მშობლების, რომელსაც სივრცე არ აქვს ავტომობილში, ძალიან პატარა ავტომობილი ყავს სივრცე, ანუ სალონის სივრცე იმდენად პატარაა, რომ რამდენიმე შვილის უბრალოდ ჩასმა არ შეუძლია ბევრი ქარსითის დამონტაჟება, არც მინივენის შეძენა და ამ დროს გადაწყვიტა, რომ ბუსტერზე დასვას ან საერთოდ აღარ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და უბრალოდ ჩასვას ბავშვი ავტომობილში. მე მგონია, რომ რაღაც ის უნდა იყოს საჩვენებელი კამპანიას, ანუ რომელიც, ანუ ალბათ ძალიან ბევრია გაკეთებული მსოფლიოში, მაგრამ აი ქართველებისთვის, რომ სიჩქარეს რა გავლენა აქვს, რომ ბავშვი რო საწოლზე წევს და ზის, იგივე არ არის, როცა ზის მანქანაში, იმიტომ რომ იქ დიდი სიჩქარეა და სულ სხვანაირი არა, ეს კამპანია ჩვენ მქონდა სხვათა შორის. ხო, უბრალოდ სპეციალური ის მქონდა ჩამოტანილი, ადრე მქონდა. მაშინ შენ ესეთი აქტიური არ იყავი, ჯერ პატარა იყავ. ხო და უბრალოდ აი ის რომ ეს კამპანიები ქართულადაც და როგორ აჯახებს მანქანის წინა ნაწილზე. ლანასაც აქვს ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეო ამის შესახებ. გვაქვს ჩვენ უბრალოდ ფაქტი, ლანაზე საუბრობს ამ ვიდეოების არ ჯერა ხალხს. ამაზეა და მემართება ეს აქვთ არგუმენტად და მე ვარ კარგი მძღოლი. ამაზეა საუბარი. და ამას ხსნიან, ანუ ძირითადად მამები გვეწინააღმდეგებიან ხოლმე რატომღაც, რომ მე კარგი მძღოლი ვარ, არ მჭირდება არაფერში ეს თქვენი ქარსითი. ბევრ ვიდეოს ვხედავთ Facebook-ზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელში, როდესაც ბავშვი ზის საჭესთან. და ხშირად წერ მე და სხვა მშობლებიც უკვე ვინც აქტიური მხარდამჭერია ჩვენი გვერდის, რომ ჩვენ გარეშე მიწერენ, დაუკომენტარებენ, პასუხი აქვთ, ჩემზე მეტად გიყვარს ჩემი შვილი. ანუ მე ვიცი რომ უნდა ვასწავლო ჩემს შვილს მართვა. ბავშვი აუცილებლად ანუ საჭიროებს დაცვას, უსაფრთხოების მექანიზმებს და მას არ სჭირდება რაღაც მართვის, ავტომობილის მართვის შესწავლა რაღაც 3-4 წლის ასაკში, ამას მერეც მოახერხებს და რაღაც სიხარულის ელემენტები, ანუ ძალიან ესეთი პარადოქსული ფაქტი იყო. ერთ-ერთი სამართალდამცავი ქალი წერს კომენტარებში ასეთ, როდესაც მამა ბავშვს სვამს საჭესთან, რომ ვის არ დაგვიშვია შეცდომა, მაგრამ აი თქვენი შეცდომა ეს ძალიან საყვარლობაა და მისაღებია მე რა მამა ასწავლის შვილს. სამართალდამცავი უწერს ამას კომენტარს და ეს არის პარადოქსი, როდესაც საქართველოში ამდენი ავარია ხდება, ამდენი ბავშვი იღუპება, სამართალდამცავი იმის ნაცვლად რომ მოუწოდებდეს კანონის დაცვისკენ საყვარლობაა ამ კომენტარს წერს. მე მიმაჩნია რომ
სოციალურ ქსელში ამ ვიდეოების ატვირთვა უნდა იყოს დასჯადი და ამაზე უნდა დაიწყოს რეაგირება და გამოძიება. იმიტომ რომ, როდესაც შენ შვილს სვამ საჭესთან, რა თქმა უნდა, რისკავ მის სიცოცხლეს და საფრთხეში აგდებ, მაგრამ მეორე დანაშაული აქ არის, როდესაც ამის ტირაჟირებას ახდენ უკაცრავად. როდესაც სოციალურ ქსელში ტვირთავ ვიდეოს და სხვა ადამიანებს, როდესაც შენ ინფლუენსერი ხარ და რაღაც 1000-ზე მეტი გამომწერი არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება 1000 გამომწერი ყავს, მაგრამ ვიღაცებს აჩვენებ, რომ ეს კარგი მაგალითია, შეგიძლიათ გაიმეოროთ და აქ მოდის პოზიტიური კომენტარები და სხვის შვილებს პოტენციურად უკვე საფრთხეში აგდებ. ეს უნდა იყოს დასჯადი და რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული შემთხვევის ესე ძიებას სოციალურ ქსელში ვერ დაიწყებს, მაგრამ მე ან კონკრეტული ვინმე მოქალაქე თუ ამას გაუგზავნის ამ ვიდეოს, ამაზე უნდა დაიწყოს მოკვლევა და ასეთი ფაქტები მომხდარა საზღვარგარეთ, რომ მაგალითად დედას ჩამოართვეს მართვის მოწმობა იმის გამო, რომ 9 წლის შვილს ესე ანდო საჭე, დასვა საჭესთან და ბავშვი მართავდა ავტომობილს და ეს ატვირთა სოციალურ ქსელში. ჩვენთანაც რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს და ვინმე დაისაჯოს ამისთვის, მე არ ვამბობ რომ ციხე იყოს აუცილებლად, ანუ მშობლისთვის უნდა იყოს ინფორმირება, ქულები დაკარგოს, მართვის მოწობა ჩამოართვან რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ მიხვდეს რომ არა მხოლოდ ჩემი შვილის სიცოცხლე არ გავრისკო, არამედ სხვა ბავშვების სიცოცხლეც საფრთხეში არ ჩავაგდო. იმიტომ ამას ძალიან ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება, როგორც წეღან აღნიშნე იმ ყეფის ვიდეოს, რომ ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა და ის ვიდეოც გექნებათ ნანახი. ისა ნასვამი ვარ და ჩემ შვილს საჭესთან დავსვიო. ეგ ვიდეო რომ ნახე, აი მეთქი არაფერი არ გვეშველება უბრალოდ. მაინტერესებს ლანა, იცი, რამდენი შემთხვევა იყო შარშა, თუ იცი ესეთი, რამდენი ბავშვი გარდაიცვალა და კიდე მაინტერესებს რამდენი ადამიანი დააჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აი არასწორად გადაყვანის გამო ბავშვის გაქვთ ეს სტატისტიკა? რამდენი გარდაიცვალა ზუსტი ინფორმაცია აღარ მახსოვს, თუმცა მათ ვებგვერდზე მითითებულია, მაგრამ იმის გამო რომ რამდენს არ ყავდა და დააჯარიმეს, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დევს. როდესაც ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, რომ წინა სავარძელზე მოთავსებისთვის რამდენი დააჯარიმეთ, გითხრეს რომ ეს ათასობით შემთხვევაა მსგავსი და განმეორებით კიდევ ვაჯარიმებთ და უმეტესად თბილისი და ბათუმი ფიგურირებდა ამ დაჯარიმებულ მშობელთა რიცხვში. თუმცა მე მიმაჩნია რომ ეს რიცხვი არ შეესაბამება სრულ სიმართლეს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თუნდაც თბილისში ზაფხულში ყველაზე მეტად შესამჩნევია, რომ ბავშვების ხედან საჭესთან, ბავშვების ხედან მძღოლის გვერდით, ბავშვები არიან ლუქებიდან და ფანჯრებიდან გადმოკიდებული და ამაზე პოლიციას რეაგირება არ აქვს. მე მინდოდა კიდეც რომ ჩავმეტარებინა ექსპერიმენტი, რომ მსგავსი რაღაც მულაჟით გადავადგილებულიყავი და რამდენი სამართალდამცავი შეძლებდა ამის ამოცნობას და დაჯარიმებას. თუმცა ჩემი აზრით, აი განსაკუთრებით რეგიონებში არის ესეთი მიდგომა, რომ მისი შვილია და სამართალდამცავებს, ანუ თუ მციმციმა არ ჩართე, ამისთვის გამოგეკიდებიან დაგაჯარიმებენ, მაგრამ თუ ბავშვი საჭესთან გიზის, შენი შვილია და როგორც გინდა ისე მიხედე, ანუ ეს შეგიძლია. თქვენი ორგანიზაციის ურთიერთობა პარლამენტთან, სახელმწიფოსთან, აი ხო გინდათ რომ ეს კანონი შეიცვალოს, რა გააკეთეთ და რა შედეგი გავს? პირდაპირ კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ჰქონდა, მერიასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია. პარლამენტთან არ მიგვიმართავს, იმიტომ რომ ჩვენ შეზღუდული რესურსები გვაქვს და ის რომ მოვიცვათ ყველა მშობლები, მედია, პარლამენტი და რაღაც კამპანია ვაწარმოოთ, ამის რესურსები ფიზიკურად არ გვაქვს. მე ვისურვებდი რომ ამის რესურსი არსებობდეს და შეგვეძლოს უფრო მასშტაბური ღონისძიებები ვაწარმოოთ და პირისპირათაც გავიდეთ მაგალითად რეგიონებში და მშობლებთან ჩავატაროთ შეხვედრები, არა მხოლოდ ონლაინ შეხვედრები, არამედ პირისპირი შეხვედრები. მერიის ეგიდით ბევრჯერ გქონია შეხვედრები და პირისპირ შევხვედრილ ვართ, თუმცა კიდევ ვისურვებდი რომ ეს უფრო მასშტაბური იყოს და რაც შეეხება კანონის მიღებას, მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, იქ რაც იყო სტრატეგიული გეგმა წარმოდგენილი, სადაც განიხილება რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის იყოს სავალდებულო სამგზავრო სავარძელი და მე მიმაჩნია რომ ეს არასწორი მიდგომაა თავიდანვე უკვე არასწორად გაჟღერდა, იმიტომ რომ მშობლები ისედაც ცდილობენ რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვი დაიცვან რაღაც
პატარა და დაუცველი ჰგონიათ და უფრო წამოვიდა ტენდენცია რომ შეიძინონ სავარძელი 0-დან 4 წლამდე ბავშვისთვის და ამის შემდეგ უკვე ბავშვი სად ზის და როგორ ზის ანუ რა წერია რომ პრიორიტეტია 0-დან 4 წლამდე. თავიდან დავიწყოთ ანუ სკოლამდე ასაკი ანუ 6 წლამდე და შემდეგ შემდეგ შემოვიდეს ალბათ ტესტირებაც შემოვიდეს და მე ტესტირებაც მოხდება ალბათ ამის როგორ მიიღებს ამას მშობლები და როგორ საზოგადოება როგორ შეხვდება ალბათ და შემზადება ამ ძალიან არასწორია ჩემი აზრით ძალიან არასწორია მე ვფიქრობ რომ საზოგადოება დღეს მზად არის მეც ასე მიმაჩნია რომ საზოგადოებას აქვს იმის მზაობა თუ სახელმწიფო ამ სავალდებულოდ დააწესებს და ამ კამპანიებს ჩვენთან ერთად უფრო მეტად მედიას გამოიყენებს, სოციალურ ქსელს გამოიყენებს. აი როგორც ღოდის მიღების დროს მოხდა, როცა აქტიურად ჩვენ რო კამპანია დავიწყეთ, მე TBC ბანკი ჩაერთო, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაერთო და რაღაც მოდული გახდა 8-ში, 9-ში რო ყველას ეტარებინა და მაშინ ესე შევცვალეთ. მე ჩვენ რა ვქენით? ესეთი რაღაცა ვქენით, მივედით, რა ქვია, ჯანდაცვის ობიექტებში, როცა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება, პირველი მიყავთ სასწრაფოებში, ხო და ეს პარლამენტთან მქონდა ბუნებრივია, ყველა კანონი უნდა მიიღოს პარლამენტმა, ეს კანონიც. და პარლამენტმა მოითხოვა, რომ დამადასტურებელი მოგვეციო. რისი დამადასტურებელი? რო ხვედის ტარების გამო რა შედეგები არისო, რო ვიცოდეთო ფაქტიურად, ხო, არის უცხოური გამოცდილებაო, კარგი მეთქი, რო არ გვიჩვენოთ, როცა ატარებ რა ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში და როცა არ ატარებ რა შედეგები მოყვება. ჩვენ წავედით, გავაკეთეთ ეს კვლევა, ეხლა მე შემიძლია გაგიზიარო, ძალიან საინტერესო კვლევა და იქ პირდაპირ ჩანდა არტარება, რას იწვევდა და მე ამით წავედით პარლამენტში. და ამ ყველა ასეთმა მუშაობამ და ისე რასაც თქვი, ჩართულობამ გამოიწვია ის, რომ ეს კანონი მე ამ შეიცვალა და დავასრულებ და რისი თქმა მინდა, რომ ზუსტად ისეთივე მუშაობა უნდა ჩატარდეს ამ შემთხვევაშიც, ამ სავარძლებთანაც დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ ესეთი მასშტაბური არ იქნა, როგორც ლანა ამბობს, რეგიონებშიც არ გავედით, აი ინფლუენსერების არ ჩაერთო, კერძო კომპანიების თუ არ ჩაერთო, ჯანდაცვას თუ არ ჩაერთო და სახელმწიფო მაგალითად მე ესეთი რამდენიმე წლის წინ არ ვიცი გითხარი თუ არა რომ რაღაც პერიოდში სახელმწიფომ შეიძლება შექმნას ბანკი ამ იმის რა ქვია სავარძლების და მოქალაქეებს დაეხმაროს ხო რა ღირს ეს სავარძლები დღეს სავარძლების ღირებულება სხვადასხვა საფასო კატეგორია ზოგი სავარძლი 100 ლარიდან იწყება ღირებულება და 1500 ლარამდე ადის თუმცა განსხვავდება სავარძელი სერტიფიცირების მიხედვით. ანუ ევროსერტიფიცირებული სავარძელი მხოლოდ არ ნიშნავს, რომ ის არის სრულიად უსაფრთხო და სხვა შემოწმებები აღარ სჭირდება. ასევე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს იმ მიმართულებით, რომ შემოდის უკონტროლოდ სავარძლები, რომლებიც საერთოდ არ არის სერტიფიცირებული და ზოგი ისეთი სავარძელი შემოდის, რომელიც 35 ლარი ღირს ახლა გავრცელებულია ინტერნეტში. სავარძელს მე იმას არ დავარქმევდი. ეს არ არის სავარძელი, ეს არის მკვლელი მოწყობილობა, რომელიც მშობელს არწმუნებს, რომ დაიცავს და ამ დროს ბავშვის სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეში აგდებს. რაღაც ჩინური ვებგვერდებიდან იყიდება და ოდესაც მივწერე იმ გვერდებს, რომლებიც ამ რეალიზაციას აკეთებენ, მათ რეაგირება არ აქვს. კიდევ და კიდევ ტირაჟირებას უწევენ, აქვეყნებენ, რომ იყიდება 35 ლარად ქარსითი. ეს არ არის ქარსითი და თუ მაგალითად ქართული წყაროების არ სჯერათ, მოიწიონ მშობლებმა უცხოური წყაროები, თუ რას იწვევს არასერტიფიცირებული სავარძელი. რაც შეეხება სერტიფიცირებას, საქართველოში რა თქმა უნდა უმრავლესობა სავარძლები შემოდის ევროპაში სერტიფიცირებული, ევროკავშირის სერტიფიცირებული სავარძელი, თუმცა დამატებით თუ ამას აქვს ADAC-ის შეფასებები, შვედეთის პლუს ტესტის შეფასებები, ეს ნიშნავს, რომ ეს სავარძელი თვალდახუჭული შეგიძლია ამ სავარძელს ენდო. იმიტომ რომ ხდება გვერდითი შეჯახება, წინა შეჯახება, გამოცდილია მისი ღვედები, მისი სისტემა და იცი რომ ეს სავარძელი აუცილებლად დაიცავს შენი შვილის სიცოცხლეს. ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ ADAC-ის შემოწმებაზე ADAC ირჩევს პოპულარულ და ახალ პროდუქტებს, ბრენდებს. და როდესაც მაგალითად საქართველოში რამდენიმე ბრენდი არის წარმოდგენილი, არ დავასახელებ ახლა, რომელი მათგან ერთ-ერთი იყო წარმოდგენილი ამ ADAC-ის შემოწმებაზე.
ვერ გაიარა შემოწმება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად დასახელდა. ამ დროს მას ევროსერტიფიცირება ჰქონდა. ამიტომ მე ვურჩევ მშობლებს, რომ აუცილებლად უნდა გადაამოწმონ თუ ბრენდი ფლობს დამატებით სხვა სახის სერტიფიკატებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ფინანსები სწორად არის მიმართული ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე და უბრალოდ თავს არ დავირწმუნებთ, რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდ არის. მაგალითად, მე არ ვუწევ მეორად სავარძლებს რეკომენდაციას და რატომ აქვე აღნიშნავ. მეორადი სამგზავრო სავარძელი ჩვენ არ ვიცით რა პირობებში იყო გამოყენებული. არ ვიცით ამას ავარიის დროს იყო თუ არა ეს ავტომობილში, იმიტომ რომ თუ ავარიის დროს ავტომობილში იყო სავარძელი და ზუსტად იმ მხარეს მოხდა შეჯახება, ევაკუატორმა გადაიყვანა ავტომობილი, ან რაღაც დაზიანდა, იქ ქაფი არის შემადგენელი ნაწილები, რაც არ ჩანს გარედან, ვიზუალურად შეიძლება ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, მაშინ ეს სავარძელი არ დაიცავს ბავშვის სიცოცხლეს. ასევე არ დაიცავს ბავშვის სიცოცხლეს ისეთი სავარძელი, რომელიც ვადაგასულია, ანუ წლების განმავლობაში იყენებდნენ და ვიზუალურადაც ხედავთ ხოლმე სხვადასხვა ჯგუფში ისეთ სავარძელს ყიდიან, რომელსაც არც ღვედი აქვს, დაზიანებული აქვს ის ქაფის ნაწილი, რაც უსაფრთხოებს რბილობები და ამას ეძახიან სავარძელს და ყიდიან. იმისათვის რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ფინანსები მოვიძიოთ, სხვისი შვილის სიცოცხლე არ უნდა გავრისკოთ და ხშირად ვხედავ რომ ამერიკიდან ავტომობილები ჩამოყავთ, მას მოყვება სავარძელი და ამ სავარძელს შემდეგ ყიდიან სხვადასხვა ჯგუფში, რაც კატეგორიულად არის დაუშვებელი. ჩვენ მოგმართავენ ხოლმე რომ როგორ მოვიქცე და მე რა თქმა უნდა გარანტია ვერ გავხდები მშობლისთვის რომ ის მეორადი სავარძელი, რომელიც არც კი ვიცით მისი წარმოშობა და მისი გამოყენების პირობები დაიცავს თუ არა ბავშვს. მაგრამ მე ვურჩევ მშობელს რომ რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ბრენდიც არ შეიძინოს, იმიტომ რომ არც ის არ დაიცავს ბავშვის სიცოცხლეს. მე ვახსენე ADAC, ეს არის გერმანული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც წლებია არსებობს და წლების ათეული წლებია უკვე არსებობს და ის ამოწმებს სამგზავრო სავარძლების უსაფრთხოებას. იქ ხდება შეჯახების გამოცდა და შეჯახების ტესტირება, crash ტესტები, რითაც გამოიცდება სავარძელი. მე ვურჩევ მშობლებს, რომ სწორედ ამ გამოცდილ სავარძლებს მიანიჭონ უპირატესობა და უსაფრთხოების სტანდარტებს. თუმცა აქვე აღნიშნოთ, რომ ამერიკული ტესტირებული სავარძლებიც უსაფრთხოა, რა თქმა უნდა, და თუ მოიძიებენ და აქვთ ასეთი შეიძენენ ამერიკაში, არც ეს არ არის, რომ არ გამოიყენონ საქართველოში. თუმცა მე სუბიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ევროსერტიფიცირებული სავარძელი ჩემთვის ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე ამერიკული სერტიფიცირება. თუმცა ამერიკაშიც უკვე დაიწყეს ზუსტად იმ სტანდარტების გათვალისწინება, რაც ევროპაშია. მაგალითად, 0-დან 13 კილოგრამამდე სავარძელს მარტო ქვედა ნაწილს ამაგრებდნენ და არ ამაგრებდნენ უკანა ნაწილს, საზურგეს. ახლა კი აღმოაჩინეს, რომ ეს ევროპაში ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან სწორად არის დამაგრებული, ესეც გაითვალისწინეს. ამერიკაში ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი რაც ხდება, სავარძელი არის ცეცხლგამძლე, იმიტომ რომ ალბათ იქ უფრო მეტი შემთხვევა ხდება ესეთი, მაგრამ არის ასევე განსხვავება. ამერიკულ სავარძლებს აქვს მკერდთან დამატებით შესაკრავი კიდევ, რაც ევროპელებისთვის მაგალითად წარმოუდგენელი და მის გამოყენება ევროპისთვის დაუშვებელია, იმიტომ რომ ევროპელები ანიჭებენ უპირატესობას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბავშვის სწრაფად ამოყვანა მოხდეს და რეაგირება სწრაფად მოხდეს და ეს დამცავი დამატებითი მექანიზმები ევროპისთვის არ არის მისაღები. თუმცა ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს, ავსტრალიას, კანადას და ასე შემდეგ და ყველა მათგანი უსაფრთხოა და მე აქ არ ვუწევ მარტო ევროსერტიფიცირებულ სავარძელს, ჩემი სუბიექტური აზრია, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სერტიფიცირების ნიშანი სავარძელს. გარდა ამისა, ეს სავარძელები ხანგრძლივად მონტაჟდება სახით საბარგულისკენ. ეს იქნება 4 წლამდე ან 7 წლამდე. ევროპაში უკვე გახანგრძლივებულად ბავშვის საბარგულისკენ 7 წლამდე დასმასაც რეკომენდაციას უწევენ. თუმცა სავალდებულო როგორც ასეთი 7 წლამდე დასმა არ არის და რას გულისხმობს ახლა სახით საბარგულისკენ მგზავრობა. თუ ბავშვი საბარგულისკენ მგზავრობს, 5-ჯერ უფრო უსაფრთხოდ არის, ვიდრე ჩვეულებრივ პოზიციაში. იმიტომ რომ შეჯახების დროს ბავშვის კისერი თავი მოდის წინ და ძირითადად ფატალურად სრულდებოდა ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც მძიმე ავარია ხდება და 5-ჯერ უფრო უსაფრთხოდ არის ბავშვი, თუ პირიქით დაჯდება, მაგრამ აქ შეიძლება მცირე ტრამვები მიიღოს, რა თქმა უნდა, ან მოტეხილობა, მაგრამ ფატალურ შედეგთან შედარებით ეს რა თქმა უნდა. ანუ ახალი სტანდარტი
ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა სახით საბარგულისკენ მგზავრობა. მგზავრობა და უფრო დაცულია ბავშვი და ამიტომაც მიიღეს განახლებული სტანდარტი. განაახლეს და ეს ასევე გულისხმობს რომ ღვედით აღარ მონტაჟდება სავარძლები, მონტაჟდება ISOFIX-ით და მას აქვს სპეციალური მაშუქები და ყველგან ხედავთ ყველა მომენტში, თუნდაც ფეხის ფიქსაციის დროს, ISOFIX-ის მონტაჟის დროს, ღვედის მონტაჟის დროს თუ რამე არასწორად არის, წითელი მაშუქები ანათებს და მშობელი უკვე გამარტივებულად ხედავს რომ რაღაც შეცდომა დაუშვი. ანუ ტექნოლოგიურად გამართულია და გეხმარება რომ ადვილად დაამონტაჟო. აი ეგეთი შემთხვევა გქონდა რომ ერთ მშობელმა მოგწერა რომ სავარძელი წრიპინებს ხმას გამოცემს და ვერ გავიგე აი ყველაფერი სწორად აქვს და რა ხდება. ამ დროს აღმოჩნდა რომ სავარძლის ფეხი იყო არასწორად დამონტაჟებული. ბევრი მშობელი გვიკომენტარებს დღემდე რომ აი ჩემი შვილი არ ჯდება და რა ვქნა ძალით ხომ არ ჩავტენი. ანუ არავინ არავის არ ჩატენის, ეს არის ინფორმაციის სწორი მიწოდება საკუთარ შვილზე. ჩვენმა შვილმა რომ ერთ დღეს გითხრას რომ მე საჭმელს აღარ შევჭამ, აღარ დავიძინებ, წყალს აღარ დავლევ. როგორ მოვიქცევით რომ აი ჭრიდან გადავხდები. ხო, არ უნდა არ ჭამს და დავანებებ თავს, ანუ ასე ვიქცევით თუ ძალით აჭმევენ ხოლმე და ანუ ჭამა, კვება და ტანსაცმლის შერჩევა უფრო პრიორიტეტულია ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ამ ბავშვის უსაფრთხოებაზე, რეალურ საფრთხეებზე ფიქრი. როდესაც მშობელი თანმიმდევრულია, როდესაც ეს მშობელი ერთი წამოტირების შედეგად მის კომფორტისთვის არ ამოიყვანს ბავშვს და ამაზე მუდმივად ექნება საუბარი და პატარაობიდანვე მიაჩვევს, რა თქმა უნდა, მეც მშობელი ვარ და არც მარტივი არ არის ბავშვის სამგზავრო სავარძელს მიაჩვიო. შეიძლება იტიროს კიდეც, გაგიპროტესტოს, მაგრამ არ უნდა ამოიყვანო მოძრავ ავტომობილში. ეს არის ოქროს წესი. თუ ბავშვს მოძრავ ავტომობილში ამოიყვან, ის მეორეთაც იტირებს. ზუსტად იმიტომ, რომ ისევ ამოიყვანო. და ტირილის დროს გვაქვს ესეთი რჩევა, რომ თუ ბავშვი ძალიან ტირის, უსაფრთხო ადგილზე გააჩერონ, ამოიყვანონ, შეასვენონ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკისა და შეიძლება მას გონია რომ ვერ გაიგებს, ესაუბრონ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ ეს იმგზავრებს სამგზავრო სავარძლით, ჩასვან და ყველა მეთოდი ეცადონ რომ გაართონ ეს ბავშვი. იქნება ეს როლური თამაშები, მუსიკა, სათამაშოები, რა თქმა უნდა რბილი სათამაშოები და როდესაც ამას მშობელი მუდმივად გააკეთებს, ან სხვის პოზიტიურ მაგალითებს აჩვენებს, ჩვენ ესეთი ძალიან კარგი ზღაპარიც გავაკეთეთ ანიმაცია. და მე ვფიქრობ რომ მასაც რომ მოусმინონ ძილის წინ როგორ იცავს მაგალითად ნიკოს სამგზავრო სავარძელი და როგორ ეხუტება და როგორ მნიშვნელოვანია ღვედი ჩვენთვის, ესეც ძალიან პოზიტიურად აისახება მათზე. მეც მშობელი ვარ და ჩემი შვილის მაგალითებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არ არის მიუღწეველი მისია მშობლისთვის. თუ ის მოინდომებს, მაგრამ თუ მშობელი არ ინდომებს, რა თქმა უნდა ბავშვი არ ჩაჯდება სავარძელში და ბავშვი თვითონ არ ეტყვის რომ მოდი დამიცავეთ, იმიტომ რომ ამის უნარი ბავშვს არ აქვს და ეს ინფორმაცია. და თან ის არის მნიშვნელოვანი, როცა სავარძელში გიზის ბავშვი და შენ როცა მძღოლი ხარ, უფრო მშვიდად ხარ, ხო? რა თქმა უნდა, მშვიდადაც დაცულია. უფრო აი მართვაშიც გეხმარებ, ეხა წარმოიდგინე, როცა არ არის, ხო, სავარძელში და სულ მოძრაობაში სულ ყურადღება გეფანტება მძღოლს, ხო? ეგ მძღოლისთვისაც კარგია, აი რომ დაფიქრდე თვითონ რომ მანქანა ავტომანქანა მართო, ხო? და ესეთი ფაქტიც ხო არსებობს, რომ აი ჩვენთან ხო შეიძლება იციან წინ დასმა გასაგებია და ეს უკანაც კალთაში რო ისვამენ და ეს შეჯახების დროს 50-ით მოძრაობს რაღაც 30-60 ჯერ იზრდება. ეს სტატისტიკა ხო არსებობს, ხო? არსებობს, რა თქმა უნდა და ჩვენ არ შეგვიძლია ეს ბავშვი დავიცვათ და შევინარჩუნოთ ხელში შეჯახების დროს. აი ეს რო ვანახოთ რა ხდება მაშინ. აი 30 კმ/სთ სიჩქარითაც რომ მიდის ავტომობილი შეჯახების დროს ასობით იზრდება ეს სიჩქარე, რითაც ბავშვი გადავისვრით წინ. ხო, რა ნაკლები წონა, მით უფრო მარტივად წინ გადავისვრით და ესე იგი ბავშვი 10 კილოგრამიანი ბავშვი 50 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობისას ხდება 300-600 კილოგრამის სიმძიმის ობიექტი, ხო? ჩვენ ვერ ვიქნებით რაღაც ესეთი შესაძლებლობის მქონე რომ შევინარჩუნოთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი. ხო, აი, იმდენად იზრდება წონა რომ ხო შენარჩუნება. კი, შეუძლებელია.
ეს არის შეუძლებელი მშობლისთვის. ფიზიკის კანონია რა თქმა უნდა. აი კომპანიები რას ფიქრობენ როცა მიდიხარ თქვენ გეხმარებიან ამ მე მადლობას ვუხდი თითოეულ კომპანიას ვისაც მითანამშრომლია, იმიტომ რომ მათი პირდაპირ მოსაზრება და სურვილი არის რომ აუცილებელია სამგზავრო სავარძელი ბავშვებისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და რომ არა ეს კომპანია ჩვენი ორგანიზაციას დღემდე ვერ იარსებებდა მათი არიან ესეთი ქართული კომპანიები არიან ესეთი ქართული კომპანია მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენთან არ ვიცი შეიძლება დავასახელოთ რა თქმა უნდა დავასახელოთ მაშინ ეს კომპანიები მუდმივად და განგრძობითად თანამშრომლობ ჩვენ საბავშვო პროდუქცია საბავშვო მაღაზიასთან ლაბებე ბუტიკთან ასევე თეგეტა მოტორსთან მითანამშრომლეთ TBC ლიზინგთან Toyota ცენტრთან და სხვადასხვა კომპანიასთან და ამბოლთან Greenways-თან და მე იმოტორსი იყო იმოუშენი იყო და ყველა ამ კომპანიას მადლობა იმიტომ რომ ყველათით ესეთი აქტივობა მე ვფიქრობ რომ ითვლება იმიტომ რომ ესეთი აქტივობებისგან იქმნება საზოგადოებრივი აზრის ცვლილება ესეთი აქტივობებისგან იქმნება ის მოთხოვნილება რომ ეს კანონი მართლა საბოლოოდ შეიცვალოს იმიტომ რომ თუ ესე კომპანიებმა არ აქტიურებს მაგალითად კიდევ რა მაინტერესებს ექიმებთან თუ გითანამშრომლია აი ზუსტად ახლა მინდოდა მე საუბრა რომ გაგუას კლინიკასთან ქონდა ესეთი კომუნიკაცია მათი პირდაპირ მხარდაჭერა ვიგრძენით ამ მიმართულებით ჰერასთან კლინიკა ჰერასთან სამშობიარო და პირდაპირ კავშირშია ზუსტად ამ სამშობიარო სახლებთან სამგზავრო სავარძელი იმიტომ რომ როდესაც ექიმი ეტყვის პედიატრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისთვის და ეტყვის რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის ქარსითი მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა მშობელი კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს მის აზრს და ენდობა პედიატრს ანუ ნდობის ფაქტორი კიდევ უფრო იზრდება. კი, რა თქმა უნდა. ბევრ ქვეყანაში არის რომ სავარძელს თუ არ წარმოადგენს მშობელი, სამშობიაროდან არ ატანენ ბავშვს. ეს რომ ჩვენთან იყოს, რა თქმა უნდა, ამას კერძო სამშობიარო სახლები ვერ მოთხოვს, იმიტომ რომ სახელმწიფო არ თხოვს მშობელს სამგზავრო სავარძელს და როდესაც მოთხოვნა იქნება სამშობიაროდან შესაძლოა მასთან აღარ მივიდნენ არ იმშობიარო, იმიტომ რომ დამატებითი ხარჯი გაჩნდა ზუსტად იქ. კი, რეგულაციები იმიტომ არის საჭირო, რომ ადამიანს ყველაფერზე ვერ ექნება იდეალური ცოდნა, საგზაო უსაფრთხოებაზეც რომ იცოდეს, სამედიცინო სფეროშიც რომ იცოდეს, კვებაზეც რომ ყველაფერი იცოდეს და ასე შემდეგ. ანუ ყველა მიმართულებაზე ადამიანს რადგან ცოდნა ვერ ექნება, ამიტომ გვჭირდება სწორი რეგულაციები. და მით უმეტეს, როცა არსებობს ისეთი ცოდნა, რომელიც ეხლა თქვენ გაქვთ და სახელმწიფო შეუძლია გაუზიაროს, მე ვერ ვხედავ რაიმე წინააღმდეგობას, რომ ეს არ გამოიყენოს სახელმწიფომ და ეგ სწორი მაგალითები პირდაპირ არ დანერგოს. არაფერი რაღაც წინასწარი მომზადება ჩემი აზრით ამას არ ჭირდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ინფორმაციის მიღება არის უმარტივესი. მიუმარტივესი, მაგრამ აგერლანა აღნიშნა რომ ზოგჯერ ცელდება ისეთი არასწორი, ესე იგი ინფორმაცია ეს არის თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა ეს არის იმდენად ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ამ ინფორმაციაში ძალიან ბევრი არის სკამი, არასწორი, აი მაგალითად სავარძელთან დაკავშირებით, იგივე შლემთან დაკავშირებით შეიძლება შემოგაყიდონ უხარისხო, იმიტომ რომ კარგად შეფუთოს ვიღაცამ, ხომ და ზუსტად ეგ რო არ მოხდა. მოიძიო ეგრევე იპოვე. მაგრამ აი იგივე შენ დაგიბრუნდები მოძიებაზე, ყველას არ შეუძლია მეტი მოძიება. ამიტომ შეუძლია მე ვფიქრობ რეგიონებში განსაკუთრებით ვითარება არასახარბიელოა, ხო? კი, ძალიან და იმიტომ რომ ზუსტად ამის გამო, ხო, ინფორმაციის ნაკლებობა, აქ სხვა პრობლემებიც არის, ანუ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები და რაც უფრო ნაკლებად აქვს მისაწვდომობა, რა თქმა უნდა, ეს საჭიროებასაც უფრო ვერ ხვდება მშობელი. ეს სამწუხაროა და მე რეგულაცია ამისთვის არის რა, ანუ რომ არ იცის ადამიანმა, მაგრამ ეს უნდა მიიტანო და ელანა რასაც ამბობს. მისთვის საჭირო ტერმინოლოგიით ესაუბრო თითოეულ მშობელს. მე არ ვამბობ რომ თითი დავუქნიო მშობლებს და რატომ შეგეშალათ, რატომ არ ჩასვით და საყვედური ვუთხრა. არა, ანუ მშობელი ვარ მეც და ზუსტად ვიცი რომ თითოეული საკითხი მშობელს ვერ ეცოდინება და სწორედ ამიტომ არსებობს მაგალითად ესეთი ორგანიზაციები, ან პედიატრები, ან ესეთი ნდობით აღჭურვილი ადამიანები თითოეულ საკითხზე რომ შეუძლიათ მოგაწოდონ სწორი ინფორმაცია და საერთოდ არ მოეთხოვება მაგალითად რომელიმე მშობელს რომ იცოდეს როგორ დაამონტაჟოს ის სავარძელი, როგორ უნდა იყოს ღვედი, მაგრამ ვარსებობთ ჩვენ რომელიც ნებისმიერ დროს მოგწერს, ვასწავლით, ფოტოებს გვიგზავნის და განგრძობითად საათობით გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია, სანამ არ დავrწმუნდებით რომ ეს ბავშვი უსაფრთხოდ მგზავრობს. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. ყველა ესეთი
ერთი რა ქვია საქმე кейსი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმ ერთი კონკრეტული ადამიანის დახმარება იმ ადამიანსაც ეხმარება და ის მერე სხვასაც ეხმარება, იმიტომ რომ ესე ვრცელდება ეს განათლება და თქვენი ორგანიზაცია ორქარსი და ანუ თქვენი სავარძელი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ერთი კონკრეტული საკითხის წინ წამოწევაში, სწორად განსაზღვრაში და ეს არის ზუსტად რა ჭირდება ამ სფეროს, აი ესეთი ადამიანების ჩართულობით კიდევ უფრო გაფართოება ამ საქმიანობის და ამისთვის რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა და რომ გვესტუმრეთ, ეს თემა არის ძალიან დიდი, ამხელად საინტერესო შრეებში შევედით, იქ სტანდარტებში შევედით, იქ იმაში შევედით, რა ქვია, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და იმედია კიდევ დაუბრუნდებით, ხო? კი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ხო, თქვენი საქმიანობისთვისაც, იმიტომ რომ არ ვიცი რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამაზე ინფორმაციის გავრცელება. საგზაო საფრთხეების საკითხებით, ჩემი აზრით, დიდად ჩვენთან წახალისებული არ არის. და თქვენ რომ ამას აკეთებთ ამდენი წელია და მაინც რომ ესე ცდილობთ მიუხედავად იმ კომენტარებისა, რასაც წერენ ხოლმე თქვენთან, აი ბრავი, ძალიან შემაწუხებელი წასაკითხია ხოლმე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რომ მაინც აგრძელებთ და ბევრ წარმატებას გისურვებთ და რეგულაციებს. და ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ბრძოლა საქმიანობა რომ ის რაც შესაძლებელია შეიცვალოს, ის რაც მართლა ადამიანებს ჩვენს ყველაზე ძვირფას ბავშვებს დაიცავს, ეს უნდა შეიცვალოს და ამას გადადება კიდევ უფრო ზრდის ამ სამწუხარო ამბების მოხდენის ალბათობას და ამ მიმართულებით უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ბიზნესმაც, იმ ადამიანებმაც, ექსპერტებმაც და ვინც დაინტერესებულია სახელმწიფო მხრიდან. რაღაცებს რო ელოდებიან ხოლმე ძალიან არ ვარ. ეს ის შემთხვევა, როცა ლოდინი მართლა არ ამართლებს. იმიტომ რომ თითოეული ბავშვის სიცოცხლე არის ძვირფასი და თითოეული ტრაგედია რაც ხდება, მთელი საქართველოს ტრაგედიაა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვიღაცის ოჯახში კი არ ხდება, ყველასთვის ხდება ეს, რომ ყველა ვკარგავთ რაღაც ბავშვს და მომავალ თაობას ვკარგავთ. ათეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და არ დაელოდოთ იმას, რომ აი ჩემთან ეს არ მომხდარა, მე ეს არ დამართნია, გამოიყენეთ სამგზავრო სავარძელი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ თუ არ გაქვს ინფორმაცია, თუ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას, მოგწერონ, დავეხმარებით, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, არანაირი ფინანსური დაინტერესება ჩვენ ამ საკითხში არ გვაქვს და ნებისმიერ დროს ვეხმარებით. და ბავშვის სიცოცხლე 71%-მდე იცავს სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სამგზავრო სავარძელი. მადლობა თქვენ, რომ აი ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მომეცა. მადლობა და ერთი რაღაც გამახსენდა ახლა მობილობასთან დაკავშირებული წიგნია ერთ-ერთი კანადელი მეცნიერის, რომლის სახელიც ახლა არ მახსოვს. და ესეთი იქნება. ერთი ფრაზა იყო ესეთი, რომ ისა კულტურა არ ქმნის ინფრასტრუქტურას, ინფრასტრუქტურა ქმნის კულტურას. ეს იყო კონკრეტულად ველოსიპედებთან დაკავშირებით, მაგრამ იგივე შეიძლება იყოს ამ ხრივაც კულტურა ესე თავისით რაღაცა თავში არ დაგვეცემა, უნდა შევქმნათ რეგულაციები, უნდა შევქმნათ კამპანიები ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე გვექნება კულტურაც. რა თქმა უნდა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას. დროებით მადლობა კიდევ ერთხელ.